ზაფხულის ცხელდღეებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს. მათი განმარტებით რამდენიმე დღისა და ღამის განმავლობაში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის შენარჩუნება იწვევს როგორც სხვადასხვა დაავადების განვითარებას, ასევე არსებულის გამწვავებას. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ბავშვები, ხანდაზმულები და ქრონიკური დაავადების მქონე პირები, ასევე ადამიანები, ვისაც შენობის გარეთ უხდება მუშაობა. სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. პირველ რიგში რისკის ქვეშ იმყოფება ხანდაზმული პირები, რომლებთაც ასაკის მატებასთან ერთად აქვს სიცხისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, ასევე წყურვილის შეგრძნებაც დაქვეითებულია და ამიტომ ასევე ამასაკში ხშირად ქრონიკული დაავადებებიც აღინიშნება ხოლმე, ასევე ახალშობილები და ბავშვები, რომლებიც მძლობიარე ანიანი ტემპერატურის მომატების მიმართ და მათი თერმული რეგულაცია დამოკიდებულია არა მათზე, არამედ უშუალოდ მომვლელებზე, ანუ მშობლებზე და ასე შემდეგ. პირები, რომლებიც იღებენ რაღაც გარკვეულ მედიკამენტებს, რომლებიც ასევე გამოფიტვას იწვევენ და ასევე ის გარკვეული პროფესიის ადამიანები, რომელსაც თავისი პროფესიის გამო ხანგრძლივად უხდებათ გარემოში ყოფნა. რეკომენდაციებს რაც ეხება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ის, რომ ადამიანებმა უნდა თავი შევიკავოთ აქტიური პერიოდში, განსაკუთრებით დილის 11 საათიდან 17 საათამდე გარეთ გასვლისაგან მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი. უნდა შევინარჩუნოთ გრილი გარემო ოთახებში, კერძოდ როდესაც ცხელა უნდა ჩავკეტოთ, მაქსიმალურად ფანჯრები, ასევე ფარდები, ჟალუზები იმ დროის განმავლობაში, როდესაც მზეა, ხოლო საღამოს, როდესაც ზეგად არის, მაქსიმალურად უნდა გავუყოთ ფანჯრები, გავანიაოთ და ეს შევინარჩუნოთ, რა თქმა უნდა, ასეთი მდგომარეობა დილით დილამდე, რომ სიგრილეს შევინარჩუნოთ ოთახებში. ასევე გარეთ გასვლისას უნდა ვიხმაროთ სპეციალური ქუდი, დამცავი ან ფართოფარფლებიანი, ასევე დამცავი მუქი ფერის სათვალეები, ტანსაცმელი უნდა იყოს, რაც შეიძლება გრილი და ბუნებრივი მასალისგან იყოს შეკერილი. რაც შეეხება წყლის აუცილებლად უნდა მიიღო დიდი რაოდენობით სითხე.